უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდა, ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების გაფორმება ვერ მოახერხეს, რეგისტრაციისთვის განსაზღვრულება და 2027 წლის 1 იანვრამდეა. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ქონების მესაკუთრეებზე, რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს მიწის რეგისტრაციას და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საკუთრების დასაცავად. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად საქმე ინდილას ეთერში, სტუდიას საადვოკატო ბიურო გოჩელაშვილი და პარტნიორების დამფუძნებელი პარტნიორი თამარ გოჩელაშვილი შემოვერთთ. დილამშვიდობისა, ქალბატონო თამარ. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. გაიხარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ სტუდიაში ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდით თქვენ სტუდიაში, მიხარია. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები უნდა გავაჟღეროთ ახლა და ის ნაბიჯები, რომელიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ. ვიდრე 2027 წლის 1 იანვარი მოვა, რა უნდა გავითვალისწინოთ საკუთრების დასაცავად, ქალბატონო თამარ? მოგახსენებთ ეხლავე. მოგახსენებათ, რომ მიწის რეფორმა საერთოდ საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან დაიწყო, რატო ვიწყებ ახლა შორიდან, რომ 2027 წლის 1 იანვრამდე რა წყდება და რა ხდება. რეფორმები დაიწყო 90-იანი წლებიდან, დიდი რეფორმები მიწის, ეს ჩვენთვის ცნობილია. შემდეგ არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი ამ რეფორმების, სახელმწიფო მიდგომა მიწის ფონდისადმი, ეს არის 2007 წლის კანონი ფიზიკურ პირთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების აღიარების შესახებ. და შემდეგ, რომელ კანონზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონი, გახლავთ, ასე ვთქვათ, ფინალური ეტაპს ვერ ვიტყვით, მაგრამ კიდევ ერთი კანონი იმისათვის, რომ მიწის რეგისტრაციის სისტემიზაცია მოხდეს საქართველოში, ზუსტად იმ გეოდეზიური კოორდინატების სისტემაში, ზუსტად აღირიცხოს მიწის ნაკვეთები და კანონთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს დაზუსტებული და სრული სარეგისტრაციო მონაცემებით. ეს არის ამ ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, კანონების ისტორია და მნიშვნელობა. ეხლა ნახეთ, სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონი, ისევე როგორც წინამავალი კანონი, საკუთრების აღიარების კანონი, მოკლე სახელით ვთქვათ, გულისხმობს ორი ტიპის მიწის ნაკვეთს. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და მარცომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სხვათა შორის, როგორც ორივე კანონში არის მითითებული და უფრო ასე ვთქვათ, პირდაპირი წინადადებით წერია, რომ ერთ-ერთი ფუნქცია სპორადული და სისტემური რეგისტრაციის კანონის არის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციების წახალისება. ანუ იმისათვის წახალისება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს, აზომვას ყველა დოკუმენტის მოძიებას და რეგისტრაციას, რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ვიცით რომ ეს მოქალაქების ინიციატივაზეა. მე ვიტყოდი რომ როცა კანონი იძლევა ამ შესაძლებლობას, კანონი უпростоრად უფლებას გაძლევს, განახორციელო, გამოიყენო კანონით მინიჭებული უფლება, მე ყველა მოქალაქეს მოუწოდებდი რომ არც 2027 წლის 1 იანვრამდე არ უნდა დაველოდოთ და ამიტომ ჩვენი უძრავი ნივთი, რომელზეც საკუთრების უფლება მხოლოდ რეესში რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა და არა ის რომ უშუალოდ ფლობდა სარგებლობ ამ ნაკვეთით ვერ განკარგავ, შეიძლება ფლობდე, მაგრამ ვერ განკარგავ და ის არ არის იმ აქტივს იურიდიული სამართლებრივი შედეგები არ მოყვება. აქედან გამომდინარე, მე ვიტყვი რომ სისტემური რეგისტრაცია ცალსახად გულისხმობს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო იმ რეგისტრაციების დასრულებას თუ დასრულდება და არ გაგრძელდება, მაგაზეც გეტყვით რამდენიმე სიტყვას, გულისხმობს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება მოქალაქის მიმართვას, სპორადული რეგისტრაციის გაგრძელებას, რაც შეეხება საკუთრების აღიარების კანონს, რომელიც არ არის ბადით შემოსაზღვრული, ეს მოქმედებს. და მინდა განვასხვაო და საკუთრების აღიარების კანონში წერია, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველის მეშვეობით ხდებოდა, რომლის მოქმედებები, უფლებამოსილები ეხლა შეჩერებულია, ვიდრე ეს კანონი მოქმედებს. სპორადული რეგისტრაციის კანონზე ვიტყვი, რომ დღეის მდგომარეობით, რაც სტატისტიკა ფორმდება, არის 95% სახელმწიფომ, რაც დაგეგმა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესრულებულია, დაახლოებით
დაახლოებით 1.5 მილიონზე მეტი ახალი მესაკუთრეა რეესში რეგისტრირებული და ეს კანონიც 16 წელს შემოვიდა, 18 წლამდე მოქმედებდა, 18-დან მერე 19-20-21 წლის ჩათვლით გაგრძელდა, 21 წლიდან 25 წლამდე გაგრძელდა და ეს გაგრძელებები ყველაფერი დამოკიდებული იყო სახელმწიფოს მიერ კანონის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება, რაც იყო შესრულებული და რა მოცულობა იყო შეუსრულებელი. 95% შესრულებულია და მე ასე ვთქვათ, როგორც ადვოკატი, იურისტი გეტყვით, რომ თუნდაც ეს კანონი არ მოქმედებს ჩვენ გვაქვს შემდგომში, იმიტომ რომ მაინც ერთად მოქმედებს ორივე კანონი, საკუთრების უფლების აღიარების კანონი რჩება და ის უფლებამოსილებები, რაც მანამდე ადგილობრივ მმართველს ჰქონდა, ოღონდ მოქალაქის ინიციატივით ხდებოდა ეს გაგრძელდება. ანუ ამ უფლებას სახელმწიფო ადამიანებს არ წაართმევს, იმიტომ რომ საკუთრება არის კონსტიტუციით დაცული უფლება და თავისთავად ცხადია, რომ თუ შენ ადამიანი კანონით გამოიყენებს ამ უფლებას და რეალიზაციას განახორციელებს, რომ თუ მისი ნივთი იყოს რეგისტრირებული სრული მონაცემებით საჯარო რეესში, რა თქმა უნდა, უმჯობესია. მადლობა, თამარ, საინტერესო რჩევებისთვის. ანუ დაახლოებით 5-6 თვე არის იმისთვის დარჩენილი, რომ ადამიანებმა საკუთრებაში დაირეგისტრირონ მიწები, იმისთვის რომ შემდეგ უკვე სახელმწიფო საკუთრებაში არ გადავიდეს მათი საკუთრება. კი ბატონო. მადლობა. თამარ, სტუმრობისთვის. თამარ გოჩელაშვილს ვუმასპინძლეთ საქმე ინდილას ეთერში, საადვოკატო ბიურო გოჩელაშვილი და პარტნიორების მმართველი პარტნიორი იყო საქმიანი დილას ეთერში.